ეს ამბავი მოხდა ერთ პატარა პლანეტაზე, რომელზეც ერთფეხიანი არსებები ცხოვრობდნენ. აქ ზოგი ფეხით გადაადგილდებოდა. ზოგი მანქანით. ეგეთი იდეა მომაფიქრდა, რომ გადამეღო ანიმაცია მეფეზე, რომელიც ცხოვრობს ერთ პატარა პლანეტაზე და ამ პლანეტის მოსახლეობას აბსოლუტურად უაზრო წესებს უწესებს. მისი მიზანი არ არის რომ მოსახლეობა დაემორჩილოს ამ კანონებს და ვინც არ დაემორჩილება ისინი დასაჯოს პირიქით. მისი მიზანია რომ ვინც არ დაემორჩილება ამ კანონს იმასთან დამეგობრდეს. შეიძლება ანიმაცია არის მეგობრობაზე, არ ვიცი. ხო გეუბნებით, ანუ ეს რაზეა იდეა, ეს ცოტა რთული სათქმელი არის. მაყურებელს გონია, რომ აი ჩვენ ყოველთვის ვიცით რაღაცა წინასწარ აზრი და აი ახლა უნდა გადავიღოთ და ასე ვთქვათ, ყველას ვაჩვენოთ და ასე შემდეგ. სინამდვილეში არის პირიქით, რეჟისორი თუ ის ნამდვილი შემოქმედია, იღებს ფილმს იმიტომ რომ მან დაინახოს რაზე იღებს. ანიმაცია პირველად ვცადე დაახლოებით 2014 წელს. ჩემ მეგობართან ერთად მეგობრისთვის გადავიღეთ რეკლამა. და ძალიან მომეწონა პროცესი, თუმცა პროფესიონალურად თუ ხდება ანიმაციის გაკეთება, აქ კიდე სხვა პრობლემებია, რაც კინოში არ არის. მე რომ მეგონა რომ ანიმაცია უფრო ადვილია, ეგრე არ არის. ანუ ანიმაცია საკმაოდ რთულია, იმიტომ რომ თუ კი კინოში ხდება მოძრაობის გადაღება, ანუ რეალური მოძრაობა და კამერა იღებს. ანიმაციაში ამ მოძრაობასაც შენაკეთებ. საერთოდ არ ვფიქრობდი რომ გადამეღო, იმიტომ რომ ძალიან რთული და წარმოუდგენელი მიმაჩნდა ამის განხორციელება თოჯინებით, ფიგურებით. თან ადგილიც არა გვაქვს, ჩვენ სტუდია არა გვაქვს, ეს არის უბრალოდ ჩვენს ბინაში არის ერთ-ერთი ოთახი, სადაც ამას ვაკეთებთ. და უბრალოდ როგორც ხუმრობა, როგორც რაღაცა იდეა, მოუყევი ჩემს მეუღლეს დილით საუზმობდით და მითხრა რომ ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთო ესო ნიგზებითო რა, ანუ თავი რომ იყოს ნიგოზი და აი რაღაც ესეთი ფიგურა გავაკეთეთ ბოლოს. ანუ აი რა ვიცი, აქაც ჩანს უკეთესად. პრობლემა იყო შემდეგ, ანუ ამ ნიგზის კარგი თავი გასაგებია, მაგრამ ტანი ანუ და მოვიფიქრეთ ესეთი რაღაც, რომ იყვნენ ცალფეხა არსებები რა, რაღაცა თან მარტივია, რაღაც ესე გადაადგილდებიან. და აი ესე დაიბადა ამ პერსონაჟების იდეა და ეს რახან დაპატარავდა თვითონ, ანუ მე წარმოვიდგინე რაღაცა დიდი თოჯინები და რაღაც ბევრი და დიდი სახლი შესაბამისად. რახან ამ ხელა შესაბამისად სახლიც პატარა არის, თვითონ ადგილიც პატარაა და დავიწყეთ და რავი დღემდე ვაკეთებთ რა.